Დასმალაშა გაბიდაშვილზე მისი განცხადებით 3 ნიღბიანი პირი თავს საკუთარ სახლთან დაესხა. გაბიდაშვილი აღნიშნულს აბუ-დაბიში მომხდარ შემთხვევას უკავშირებს, რა დროსაც სასტუმროში მასა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაბიდაშვილი კვლევებისთვის ინგოროყვას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მას ფიზიკური დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება და შემდგომი კვლევებისთვის კლინიკაში დარჩენა ურჩიეს, თუმცა მან კლინიკა ხელწერილი საფუძველზე დატოვა. გაბიდაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. წავედით მე მადლობა. დაგაფიქსირებინე, კარგად, იმიტომ რომ ახლა ეს არაფერი არ არის. ძახს რო დავასეირნებდი, ესე იგი უცებ არ ვიცი, მოულოდნელად 3 ადამიანი დამესო, ვერც დავინახე როგორ მომიახლოვდნენ და ძირს დავარდი და მე აფექტის მდგომარეობაში ვიყავი და არ ვიცი აი საერთოდ ვინ იყვნენ, რა იყვნენ. ეს არის აბუ-დაბის გაგრძელება, უბრალოდ ეს პერსონალურად იმ ხალხის, ვინც ჩემთან ერთად კაპეზეზე იყვნენ, არ ამგონია უფრო ეს არის რეჟიმის პასუხი ყველა ისეთი ადამიანის მიმართ, რომ დაიცვან თავიანთი რეჟიმის წევრები. შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის გადმოცემითაც სახლიდან გამოსვლისას თავს დაესხა 3 პირი. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ძირითადად აღენიშნებოდა პაციენტს თავის ტრავმა, სახის არეში ჰქონდა მიყენებული და აღნიშნავდა აგრეთვე სხიმაჯის ტრავმას. ჩვენთან ჩაუტარდა შესაბამისი კონსულტაციები, კონსულტირდა ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის, ასევე ყბასახის ქირურგის მიერ ჩაუტარდა თავის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც გამოვლინდა მსუბუქი ტვინის შერყევა. პაციენტთან შეთავაზებული იქნა ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ხელწერილი საფუძველზე დატოვა კლინიკა.